ეს შემოგდებული, ხელოვნურად შემოგდებული თემა სექსუალურ უმცირესობაზე ძალიან უხერხული მგონია. ძალიან დიდი სირცხვილი მგონია და ეხლა უცებ მაგალითს მოგახსენებთ. მე გავიზარდე პოეტის ოჯახში. ძალიან ტრადიციული ოჯახი იყო, მოგახსენებათ ჯანსუღის ოჯახი და ძალიან საინტერესო და კარგი ხალხი მოდიოდა. მამა სამეგობრო იყო, ოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე. ოდარ დუმბაძე, მიშკო შენგელია, ზაურბოლქვაძე, იხდებით ეს რაღაცა ელიტა. ზურიკო ანჯაფარიძე, ფანტასტიკური მომღერალი. ჯანსუღ კახიძე, რა გითხრათ, ისე ხელვის დროს გამომრჩება. რატომ ვამბობ? არა მხოლოდ. მოდიოდნენ სხვა ადამიანებიც. მსახიობები, ქორეოგრაფები, მათ შორის ძალიან დიდი, რამდენიმე ბალერონი, უდიდესი და მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს ძალიან რომ გაუწყალეს გული და იყო ეს პერიოდი, საკმაოდ ცნობილი ამბავია, როდესაც ოპერის თეატრი დაიწვა და აბსოლუტურ აბსურდს აბრალებდნენ ამ შემქმნელს ქართული ბალეტისას საქართველოში. ამ ვარსკვლავს მას ჰქონდა სახში, ასე ვთქვათ, სახლის პირობებში პატიმრობას რო ეძახიან. მე ძალიან კარგად მახსოვს. აი ესეთი ტრადიციული ქართველები, მამა ჩემი, ზურიკო ანჯაფარიძე, რეზო ლაღიძე. გამომრჩება ხა უცოთ ვიღაცა. ყოია გომართელი, ლორდქია. ძალიან ხშირად რო წამოვიდოდნენ დიდი კეიფიდან, დიდ, ასე ვთქვათ, პაკეტს გააკეთებდნენ, რომ ვახტანგს ეგრძნო, რომ ის მარტო არ იყო და ესენი აქედან უგზავნიდნენ აი რაღაცა, ასე ვთქვათ, მის სანახავად ამანათს. მე მივხვდით რატომ ვამბობ, არ ჩაუღრმავდები, არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ უბრალოდ ეს მე რადგან ასე ვთქვათ, რაღაცა არის ცნობილი და დაუფარავი, იმიტომ მივეცი თავისუფლება, იმიტომ რომ უდიდეს სირცხვილად მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი. ამის იქით არის ფსკერი. ამის იქით არაფერი არ არის.